ხონის რაიონში ბრუცელოზის შემთხვევები გახშირდა, პირუტყვის შემდეგ ინფექციური დაავადება უკვე ადამიანებს აღმოაჩნდათ. გლეხები ჩივიან, რომ პირუტყს არ ცრიან, დაავადების გამოვლენის შემდეგ კი მათ პატრონებს ართმევენ. ოჯახები კი ერთადერთი მარჩენალის გარეშე რჩებიან. ჩვენი მითაც დავინტერესდით, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ინფიცირებული ხორცი და ყველი დახლებზე მოხვდეს. ხონის რაიონში ბრუცელოზით დაავადების შემთხვევები გახშირდა. ინფექციური დაავადება რაიონის რამდენიმე სოფელში ათეულობით პირუტყს დაუდგინდა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ სოფელ კონტულაცსა და ნახახულევში დაავადებული პირუტყვი მოსახლეობას ჩამოართვეს და გაანადგურეს. ხონის რაიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გარდა დაავადება უკვე ადამიანებზეც გავრცელდა. ერთი ძოხაც ეიყვანენ ჩემგან, მევიდენ ეიღენ სისხლი და ბრუცელიოზი არისო, წინათ ეიღენ არ იყო, მერე მევიდენ და დადგინდა რომ არისო და ეიყვანენ ერთი სული საქონელი. ადამიანებში არის მკურნალობას გადიან, 3 თუ 4 ადამიანს. აქ მკურნალობას გადიან. ვინ არა, მე არ ვიცი პირადად. დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხონის რაიონის თითქმის ყველა სოფელში პირუტყვი ინფექციურ დაავადებაზე შეამოწმეს. მოსახლეობა ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მათი თქმით, ბრუცელოზის პრევენციისთვის მსხვილფეხა საქონელს არ ცრიან და ინფექციასთან ბრძოლა მხოლოდ დაავადების გამოვლენის შემდეგ იწყება, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სოფლის მოსახლეობას ერთადერთ მარჩენალის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. გინდათ რომ წინასწარვა შეამოწმოთ. აბა არ გვინდა, არ ამყავს საქონელი სულა. 4 მყავდა და ჩავაბარე 4-ვე. გააფრთხილეს რომ არ გაიშვადეს პირუტყვის და შემდეგ მოხდა მისი, რა ვიცი, წაყვანა და თანხაც იყო შესაბამისი გადახდილი ყველა თანაშრომს. შემდეგ დარჩენილი პირუტყვის მეორადი შემოწმება მოხდა კიდევ და შემდეგ თუ პირველად შედარებით ბევრი იყო დაავადებული, შემდეგ 3 პირუტყვი აღმოჩნდა ესეთი დაავადებული. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრუცელოზის სიმპტომებით უკვე ათეულობით ადამიანმა მიმართა. თითქმის ყველა მათგანი ხონის მუნიციპალიტეტიდანაა. ხონის სოფლებში მუშაობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმაც დაიწყო. მოიმატა ბრუცელოზით ინფიცირებულთა რიცხვმა, მათ შორის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. 2 კვირის წინ იყო რამდენიმე შემთხვევა დადასტურებული და ეს ადამიანები ახლა ამბულატორიულად მკურნალობის კურსს გადიან. მათ შორის სტაციონარული ჰოსპიტალიზაცია, ანუ სტაციონარული მკურნალობა არავის არ სჭირდებოდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრიდან მიმდინარეობს პრევენციული სამუშაოები, რაც შემოიფარგლება პირველივე შეტყობინების შემთხვევაში გავდივართ შემთხვევის ადგილზე, მოვიკვლევთ შემთხვევის ოჯახს და საინფორმაციო თვალსაზრისით ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს. ხვდება თუ არა საშიში ხორცი და ყველი დახლებზე და რამდენად არის დაცული მოსახლეობა ბრუცელოზით დაავადებული პროდუქციისგან. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრებში და მაღაზიებში დაავადებული ხორცისა და ყველის მოხვედრის შანსი გამორიცხულია. თუმცა რას ყიდიან გარემოვაჭრეები, ამის გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია. ბაზრების შემოწმება მიმდინარეობს, მაგრამ მოგეხსენება ძალიან ბევრი არის გარევაჭრობა, ძალიან ბევრია რომ მოსახლეობა უშუალოდ ერთმანეთში ვაჭრობს, რომელსაც რა თქმა უნდა ვერანაირ აკონტროლებს ამ ეტაპზე, ეს ვეტერინარის კონტროლის ფარგლებს ცილდება და შესაბამისად არსებობს რისკი. სასურველია და ოპტიმალური არის წელიწადში 2 ჯერ მოახდინონ თავიანთი ცხოველების გამოკვლევა ბრუცელოზზე, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ის პროდუქტი, რომელსაც თვითონ მოიხმარენ, ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება აყიდვაში გადიოდეს რეალიზაციაში, არის უსაფრთხო. დაავადების თავიდან აცილების მიზნით ხონში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. მოსახლეობაში უკვე დარიგდა სპეციალური ბუკლეტები, ოფლიანობა, მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი. ეს ბრუცელოზის პირველადი სიმპტომებია. დაავადება იკურნება და ის ადამიანის სიკვდილის მიზეზი იშვიათად ხდება.